კაცრი სტილიდან მაღალ კლასიკაზე გადასვლა თითქმის შეუმჩნევლად ჰარმონიულად ხდება და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც არსებითად ეს არის ბერძნული კლასიკური ხელოვნების განვითარების ორი სტადია. Ამ ორ სტადიას შორის ზღვარი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 450 წელზე გადის. მაღალი კლასიკის ხელოვნება ეფუძნება კაცრი სტილის პერიოდის ხელოვნებას, განსაკუთრებული მიღწევები მრგვალ ქანდაკებაში, პლასტიკის ხელოვნებაშია და სამი უდიდესი მოქანდაკე, მირონი, ფიდია და პოლიკლეტე, ეს ის სახელებია, რომელთა შემოქმედებამაც საბოლოო სახე მისცა კლასიკურ ხელოვნებას. მოდით დავიწყოთ კლასიკური ხელოვნების გაცნობა მირონის შემოქმედებით, რადგან მიჩნეულია, რომ სწორედ მირონი იყო ამ სამოქანდაკეს შორის ყველაზე უფროსი. ამგვარი მოსაზრება განპირობებულია მისი შემოქმედების ხასიათით, რადგანაც მისი ქანდაკებები შედარებით არქაული ხასიათით გამოირჩევა, თუმცა იმავდროულად არ უნდა გამოირიცხოს მისი მხატვრული ხედვა, შესაძლოა ის უბრალოდ უფრო კონსერვატული მიმდინარეობის შემოქმედი იყო. საგულისხმოა, რომ მირონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა უკვე თანამედროვეთა შორის, ასევე რომაელებს ძალიან მოწონდათ, ძალიან უყვარდათ მისი შემოქმედება და რომაელი ავტორები არიშურებენ საქებარ სიტყვებს მისი ქანდაკებების აღწერისას. სხვადასხვა ლიტერატურული წყაროების შეჯერების საფუძველზე დადგენილია, რომ მირონი დაახლოებით 500 წლისთვის იყო დაბადებული. იგი არ იყო ათენელი, იგი ბეოტიაში დაიბადა, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება ათენთან იყო დაკავშირებული და სწორედ ამ გარემოებით იყო ალბათ განპირობებული პავსანიუსი მას უწოდებს ათენელ მოქანდაკეს. მაგრამ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ათენელები ბოლომდე მას არ მიიჩნევდნენ ათენელად, რადგან არც ერთ დიდ პროექტში მას არ მიუღია მონაწილეობა ფიდიასგან განსხვავებით. საგულისხმოა, რომ მირონი უპირატესად მუშაობდა ბრინჯაოში, მისი ქანდაკებები ბრინჯაოსგან იყო ჩამოსხმული, სამწუხაროდ არც ერთი ორიგინალი მისი ქანდაკებისა არ გადარჩა და მისი შემოქმედების შესახებ წარმოდგენას გვიქმნის მოგვიანო რომაული ასლები. თუმცა ეს გამონაკლისი არ არის, ზოგადად ანტიკური ბერძნული ქანდაკებები ჩვენთვის ცნობილია ძირითადად რომაული ასლების წყალობით. რომაელებს ძალიან უყვარდათ და ძალიან აფასებდნენ ბერძნულ ქანდაკებას და იმპერატორები, არისტოკრატები ძალიან ხშირად უკვეთავდნენ ასლებს თავისი სასახლეებისთვის, ვილებისთვის და ძალიან ხშირად კლასიკური ბერძნული ქანდაკების რამდენიმე სხვადასხვა ასლია მოღწეული და ძალიან ხშირად სხვადასხვა ფრაგმენტებით ხერხდება აღდგენა ორიგინალური მხატვრული სახისა ამა თუ იმ ქანდაკებისა და სწორედ მირონის ყველაზე უფრო ცნობილი ქანდაკება დისკობოლი, ანუ ბადროს მტყორცნელი, სწორედ ეს შემთხვევაა. ნახოთ, ეს გახლავთ ბრინჯაოს ასლი, რომაული ბრინჯაოს ასლი, მაგრამ ცოტა უფრო მოგვიანებით შექმნილი მარმარილოს ასლი, ხედავთ, გარკვეულწილად სხვაობს ბრინჯაოს ასლისაგან. მიაქციეთ ყურადღება ათლეტის თავის მდგომარეობას, მარცხენა ხრისკენ არის გადახრილი მისი თავი, მაშინ როდესაც ამ ბრინჯაოს ასლზე საპირისპირო მიმართულებით აქვს მას თავი მიბრუნებული. ამგვარი სხვაობა განპირობებულია სხვადასხვა რეკონსტრუქციით, თუმცა როგორ გამოიყურებოდა ორიგინალი, მაინც ბოლომდე ამის დადგენა შეუძლებელია. მირონის შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, ის გამოსახავდა როგორც ღმერთებს, გმირებს, ათლეტებს, მათ ცალკეულ ქანდაკებებს, ასევე ჯგუფურ ქანდაკებებს ქმნიდა. იგი გაწაფული ყოფილა ასევე ლითონის მხატვრულ დამუშავებაში, მისი ვერცხლის ჭურჭელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა რომაელ კოლექციონერებთან. საგულისხმოა, რომ მირონი ისევე როგორც ფიდია და პოლიკლეტე იყო ცნობილი ბერძენი მოქანდაკის აგელადის მოწაფე. მისი ნაწარმოებები
ამკობდა არა მხოლოდ ათენს, არამედ აღმართული იყო დელფოში, ოლიმპიაში, სიცილიაზე. იგი შეკვეთებს იღებდა მცირე აზიული ქალაქებიდანაც. სამწუხაროდ ძალიან წირი ინფორმაცია გვაქვს მისი ქანდაკებების შესახებ, ანუ ვიზუალურ მხარეს გულისხმობ, ვიცით რომ მან შექმნა ათლეტის და დისკობოლის ქანდაკება, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც თანამედროვეთა შორის, ასევე რომაელთა შორის. ასევე მას შეუქმნია ჰერაკლეს რამდენიმე ქანდაკება და ერთ-ერთი ქანდაკება იმპერატორ პომპეუს ცირკუს მაქსიმუსთან დაუდგია. მას შექმნილი ჰქონდა ზევსისა და ათენას ქანდაკება, ათინასა და მარსიასის ბრინჯაოს ჯგუფი, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი მათგანი, როგორც უკვე ვთქვი, შემორჩენილი არ არის. ბადროს მტყორცნელი ათლეტის ქანდაკება არის სრულიად ახალი სიტყვა ქანდაკების ისტორიაში. მართალია წინარე ხანაში მკაცრი სტილის ქანდაკებები გადმოგცემს თავისუფალ პოზაში ათლეტებს. აკი ვთქვი, რომ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ფიგურები ამოძრავებულია, მაგრამ მსგავსი დინამიკის, მსგავსი დაძაბული, კონცენტრირებული მოძრაობის გადმოცემა მხოლოდ კლასიკურ ეპოქაში, მხოლოდ მირონის შემოქმედებაში გვხდება. აქ ხედავთ ათლეტს, რომელიც არის გადმოცემული უკიდურესი დაძაბულობის მომენტში, როდესაც ზამბარასავით არის მისი სხეული დამუხტული. ნახეთ, როგორ რთულ მოძრაობაშია გადმოცემული ეს ჭაბუკი. ხედავთ, მთელი სიმძიმე ერთ ფეხზეა გადატანილი, მარჯვენა ფეხი მუხში მოხრილი უკან არის გატანილი, მარჯვენა ხელი მაქსიმალურად უკან გაწეული ბადროთი ხელში, მარცხენა ხელი მოხრილი მუხს ეხება თითქმის, ტორსიც წინ არის გადმოწეული, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ მართლაც როგორც ფოტოაპარატით, როგორც ფოტოკამერით ყისეულად რაღაცა წამია თითქოს დაფიქსირებული და მეორე წუთში თითქოს გაიშლება სპორტსმენი, გაიშლება ეს ათლეტი და გასტყორცნის ბადროს. სხვათა შორის, თუ შევეცდებით გავიმეოროთ ამ ათლეტის პოზა, დავინახავთ, რომ საკმაოდ რთულია ამ პოზაში გაჩერება და მართლაც მთელი სხეულის, მთელი კუნთების, მყესების არაჩვეულებრივ დაძაბულობას და მთელი ფიზიკური და ალბათ ფსიქოლოგიური ენერგიის მობილიზაციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზა არის უკიდურესად დაძაბული, ათლეტის სახე საკმაოდ ინდიფერენტულია, თითქოს არ ეხება მას სხეულის მდგომარეობა, არ არის ასახული მასზე, არანაირად არ არის დეფორმირებული მისი სახის ნაკვთები, სრულ სიმშვიდეს, ჰარმონიულ გაუმეტყველებას ინარჩუნებს. მინდა მივაქციო ერთ დეტალზე თქვენი ყურადღება, თუ რა განსხვავება, რა უპირატესობა აქვს ბრინჯაოს ჩამოსხმულ ქანდაკებას მარმარილოს ქანდაკებასთან. როგორც ხედავთ, მარმარილოს ქანდაკებას აქვს საბჯენი, რადგანაც ნახეთ სიმძიმის ცენტრი არის გადაწეული და ამ მდგომარეობაში ქანდაკება არ არის მყარი და აუცილებლად საჭიროებს დამატებით საყრდენს და უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მარმარილოს ქანდაკება არის მოგვიანო რომაული ასლი, სწორედ აი ამგვარი საბჯენები, ამგვარი საყრდენებია. მაშინ, როდესაც ბრინჯაოს ქანდაკება, ჩამოსხმული ქანდაკება, ეს არ არის მთლიანი ჩამოსხმული ფიგურა, არის ფუყე, სწორედ ცვილის დაკარგვის ტექნიკა იძლევა საშუალებას ფუყე ფიგურა შეიქმნას, უფრო მსუბუქია და იძლევა საშუალებას უფრო დინამიური, უფრო მოძრავი ფიგურების შექმნისა. ამ ტექნიკის თავისებურების წყალობით არ არის საშიშროება, რომ ფიგურა დაკარგავს სიმყარეს და გადაწონის მისი რომელიმე ნაწილი. სამწუხაროდ მირონის შემოქმედებაზე ლაპარაკი ძალიან შეზღუდული ნაწარმოებების მიხედვით გვიხდება. აი ამ ესეც ერთ-ერთი ასლი გახლავთ მინოტავრის ქანდაკებისა, საკმაოდ დაზიანებულია,
და გადმოცემის თანახმად შადრევანს ამკობდა ათენში ეს მინოტავრის ქანდაკება. აქ ხედავთ, რომ წინარე ხანასთან შედარებით პლასტიკური აზროვნება, პლასტიკური მოდელირება, როგორ განვითარებულია, როგორ მოცულობითად არის გადმოცემული თითეული კუნთი, თითეული ნაკვთი სხეულისა, მაგრამ სამწუხაროდ ეს შელახული ქანდაკება მხოლოდ და ასლი ისიც მხოლოდ მიახლოებულ შთაბეჭდილებას გვიქმნის მირონის შემოქმედებაზე.